ვინ არის ნული? ნული ვინ არის ჩაიშეთვის? ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც მომენტში საკუთარ ნაკრებს გონია რომ გადააყოლა ის რომ მე ასეთი მაგარი ფეხბურთელი ვარო. არა, მე არ მგონია რომ რონალდოს ბრალი იყოს ეს ყველაფერი რაც მოხდა ამ პორტუგალიის ნაკრების თავს მართლა. ხო გაგისწორდა? ჰა? ეს შოუ. გამარჯობა მეგობრებო, ბოდიში ისევ დიდი პაუზა გამოგვივიდა, მაგრამ იცით ალბათ რატომაც სოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ცოტა რთული გრაფიკი გვაქვს. კი. ეგეთი ამბავია და ტატო ბაციკაძე გეცვენებათ, ვინც არის ჩვენი სტუმარი დღეს, ისე როგორც თემური კაჩაიძე. გამარჯობა თემური. გამარჯობა ვახტანგ. მოგესალმებით. ნორმალურად. ძალიან კარგი. რას ვაკეთებთ ანდრო დღეს რა უთხრეთ საზოგადოებას? დღეს მე გამოვავლინოთ, ვის ყავს ყველაზე ძლიერი შემადგენლობა სოფლიო ჩემპიონატს. ეს შეიძლება ერთ შეხედვით ყავდეს საფრანგეთს, მაგრამ ჩვენ ვეცდებით რომ ქულებით გამოვავლინოთ, ჯერ მეკარეები, შემდეგ მარჯვენა მცველები, ცენტრალური მცველები, მარცხენა მცველები და ესე პოზიციებით გავყვებით და 0-დან 5 ქულამდე თითოეულ ფეხბურთელს შევაფასებთ. მე დავაჯამებთ ამ ქულებს და ნახოთ ვის ეყოლებს. ვინმეს თუ ანუ ერთ პოზიციაზე მყოფ ტიპებს უწევთ შეფასებებს, ხო? აჰა. 6 კაცს. 6 კაცს. და ვინმეს თუ 5 დაუწევთ, შეიძლება სხვასაც დაუწევთ 5. თუ არა, ერთ კი. თითოს უნდა კონდეს თითო ქულა და ეს გუნდები იქნებიან მეოთხედფინალში გასული გრანდები, ანუ არგენტინა, ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი და ასევე მერვედფინალში გამოვარდნილი პორტუგალიურენოვანი ორი გუნდი, ბრაზილია და პორტუგალია, გერმანია და ნიდერლანდები სამწუხაროდ ვერ. ხო, იმენა ახლა მერვედფინალში ვერ გავიდნენ? ხო, ნუ გადავწყვეტეთ რომ ეგეთი 6-ეული შეგვედგინა. სანამ თამაშზე გადავალთ, მინდა მადლობა გადავხადე Coca-Cola-ს ჩვენი პარტნიორობისთვის და შეგახსენოთ, რომ 1 ივნისიდან 18 ივლისამდე მიმდინარეობს გრანდიოზული გათამაშება, სადაც ჩართვა შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანს. მექანიკა ძალიან მარტივია. ყიდულობთ Coca-Cola-ს, Coca-Cola Zero-ს, Fanta-ს ან Fanta Brozeus ყვითელი თავსახურით. მერე ყვითელი თავსახურის ქვეშ რომ 10 ნიშნა კოდია, იმას იმახსოვრებთ. QR კოდს ასკანერებთ, იწერთ აპლიკაციას Coca-Cola Rewards Georgia-ს. 10 ნიშნა კოდს მე აპლიკაციაში შეიყვანთ, ერთი შეყვანილი კოდი უდრის ერთ ბილეთს გათამაშებაში, სადაც დაგხვდებათ ასევე სეტატას კვიზიც და McDonald's-ის თამაშებით, სადაც შეგიძლიათ ასევე მოიგოთ პრიზები. კი, მაგრამ თან მან ყველაფერი არ მთავრდება, იმიტომ რომ მთავარი ამბავი არის 19 ივლისს ფინალის გარდა. 18 ივლისს. 19 ფინალამდე 20 საათზე Setata Sports Georgia-s პლატფორმებიდან, ასევე Coca-Cola Bottlers-ისა და Kia-s Facebook სივრციდან იქნება ლაივი, სადაც გათამაშდება შეეროიცოდე რა, ჩემი აზრით ახლა დაასკანერებდი მაგ ყველაფერს. ვიცი რომ მანქანაა და მაინც გაბროიგებდა და აბა. მანქანამდე გეტყვი რა არის. 5 გამარჯვებული ეყოლება ამ ყველაფერს. პირველი მოიგებს 5000 ლარიან სამოგზაურო ვაუჩერს, მეორე ადამიანი მოიგებს 10000 ლარიან სამოგზაურო ვაუჩერს, ხო თვითონ აერჩევს მიმართულებას და შეეროიგებდე იტყოდი რომ არგენტინაში მინდაო. მესამე მოიგებს Sony-s OLED ტელევიზორს თავისი PlayStation 5-ით, მეოთხე ადამიანი მოიგებს კომპიუტერის Soul Gaming Complex და מחარა და შენ ალბათ გაიყოფით როგორ მე იმიტომ რომ შენ Counter Strike-ის კაცი ხარ და ის Red Dead Redemption-ის და ბოლო ამბავი არის Kia EV6 მთავარი კულმინაციური ფინალი სანამ კილიან მბაპე თასს აწევს 19-ში ნიუ-იორკში იქნება. რომელსაც მოიგებდა გაბრო. რომელსაც მოიგებდა გაბრო, კი. და რაც ჩამოთვალე მე მეორე ადგილი მირჩევნია მე მგონი. მეორე ადგილშია? ანუ 10000 ლარი და სადმე გამგზავრება არგენტინაში. არა, მეორე ადგილში გულისმე გეიმინგი. ოკეი. გეიმინგ სეტიო. კაი, მაშინ შეგიძლია კომპიუტერი შედის მაგაში, ხო? ეგ მესამე ადგილის კი. პრიზი. ანუ ისე არაა რომ აი პირველ ადგილზე მანქანაა და მეორეზე მოტორი აინთხა, ანუ კაი რაღაცეებია. ამიტომ დაელოდეთ ხალხო 19 ივლისს, რადგან Coca-Cola, Setata Sports-ი, Kia, McDonald's-ი სერიოზულ გასართობებს და სერიოზულ საჩუქრებს შემოგთავაზებთ. მე ხა ჩამოვთვლი მეკარეების გვარებს. ეხლა ნახე ცოტა არასამართლიანი ის გამოდის, იმიტომ რომ მაგალითად ჰოლანდი ვერ ხვდება, ესე იგი ვერანაირად ამ სიახლოვეს. ჰოლანდი ვერანაირად ვერ ხვდება, ვერც ჰაკიმი ვერ ხვდება, ცოტა უსამართლო გამოდის, მაგრამ მოდი ესე გადავაკეთოთ, რომელ გრანდს ყავს საუკეთესო შემადგენელი. კაი, ეგრე შეიძლება. კარგი. მაიკ მენიო, უნაი სიმონი, ბატონი კოშტა პორტუგალიიდან, ემილიანო დი მარტინესი, ჯორდან პიკფორდი და ალისონ. ვაფასებთ არა როგორც შესაძლებლობებს ამ ფეხბურთელებს, არამედ სოფლიოზე როგორი თამაშეს. ჩემი აზრით ეგრემა უფრო სამართლიანი რომ ეგ ჯერჯერობით როგორი თამაშეს. მეოთხედფინალებამდე. ხალხმა რო იცოდეს ეს იწერება მეოთხედფინალური მატჩების დაწყებამდე დღესღამე არის მაგალითად საფრანგეთისა და მაროკოს მატჩი. ხო, იმედია მალე დადებთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ხარ შევაფასო და არადეკვატური. ხო, ძალიან. ყველანაირად ვეცდები. არადეკვატურობაზე ვიზრუნებ რო რამე და პირველ ადგილზე გეტყვით რომ აუცილებლად გავაკოშტო. და არა უნაი სიმონი, რომელსაც გოლი არ გაუშვია? არა უნაი სიმონი, იმიტომ რომ უნაი სიმონამდე საერთოდ არ მიდის ბურთი და ჩემი აზრით პორტუგალიაში მენდესთან ერთად ყველაზე კარგი ფეხბურთელი იყო კოშტა, რომელმაც
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთებიც მოიგერია, მუხტი შეინარჩუნა და მთლიანობაში ჩემი 5 ქულა უეჭველი მაგით. პიკფორდსაც ჰქონდა მაგარი სევები მექსიკასთან. სასაული ბურთები აიღო. კოშტა შესაძლებელი არ ქონდა. ჯოს უნაი სიმონი მეც არ მინდა რომ პირველ ადგილზე გავიყვანო. გრანდების მეკარეები რთული სასაფასებელია და მაგის გამო რა. ბევრი მომენტი არ იქნება მაგათ კარტა. ხა ემილიანო მარტინეს სეივი არ მახსენდება ამ ტურნირზე მაგალითად. ამაზე წინა ტურნირზე ფინალ პოლომონის ანა მოუღებდა ბევრი არაფერი მოუგერია ეგ პენალტების გარდა. ჯარიმა მოიგერია 1. პენალტები ხო და პენალტებში აიღო მაგრამ თამაშიდან 3-4 სევი ქონდა 7 თამაში ჯამში წინა ჩემპიონატზე. ხო და მაშინ ის შევაფასოთ რომ ვისვანდობდით კარს რა. ბიჭი ჩაი მართალი არის რაც სამობს რომ კოშტა ყველაზე კარგი არის მაგრამ მე 5 ქულას მაინც უნდა ისიმოს დავუწერ იმიტომ რომ თუ ეგ რეკორდი არსებობს და უბრალოდ გახარ მაგ რეკორდის დროს კარში სულ ისე რომ არ დავინა რაფერი არ დაგირტყას. და ძენგას ეგ რაღაცა რამდენი წლერი გამოდის ხო და 40 არ არის ხო 90-ში არის ხო 90-ში დამყარა 26 ძალიან ბევრი 40-მდე წელს რეკორდი მე მაინც უნდა ისიმოს ვცენ 5 ქულას თქვენი ნებართვით საერთო არჩევანზე შევთანხმდეთ კი რომ შევთანხმდეთ ხო ეგრე გადავწყვიტეთ რა თქვენი მეც არ დავწმობდი დიოგო კოშტას რა მართლა მაგარი ბურთები აიღო და პორტუგალიაში ვინმეს გამორჩევა თუ შეიძლება და ერთ-ერთი სწორედ ეს კაცი იყო 3-4 კაცი გამორჩევა შეიძლება და ჯამში გრანდების მეკარეებიდან ყველაზე კარგად აი ხო მეთახა აი დავაყენოთ კოშტა პირველ ადგილზე 5 ქულით მეორე ადგილზე ვინ დავაყენოთ და ხო არა მართლა ეს უნაი სიმონი ამ რეკორდის გამო რა აიმსო ძიდად არ უფრენია არც ერთს ხო ანუ არავის გამორჩეული ვის არაფერი არ მახსოვს სიმართლეობით არაფერი პატარა მეკარეები არა ამ მეკარეებს გეუბნები ამ ექსოლ ირანი კაბო-ვერდე ეგეთი ნაკრებები თუ არ ვიძლებთ ვისაც ბევრს ურტყამენ და უფრო მეტად ჩანან ხოლმე თუ ეხლა რომს კონდა რაღაც აუცარი თამაში ხო მაგრამ რომ ხო აი ხო მეორეზე უნდა ისიმონე ალბათ კი მიხვდები ისა რომ მე არ მესმის ესპანეთთან გოლის გატანა ესეთი აი ეს რთული ძალიან რთული მოცემულობა ხო საოცარი სინერგია აქვს დაცვას და ნახევარ დაცვას ყველა მიცის სად რა გააკეთოს და უნდა იმათ ძალიან კარგად იცის როგორ დახვდეს მე წამოსულ შეტევას მოკლედ უნდა იყოს რამე სკამზე არა კაცი რა გოლი არ ერთ-ერთი მეკარეა მსოფლიო ჩემპიონატზე რომელსაც გოლი არ აქვს გაშვებული სკამზე ყავს პრემიერ ლიგის და ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მეკარეები და ხალხს ლაპარაკი არ დაუწყია მაგაზე რომ აი რაია და ჟუან გარსია არ თამაშობ ანუ არც მისცა სალაპარაკო ამიტომაც მეორე ადგილზე მაინც შესაძლებლობები არის. კაი, მე მოდი ძალიან ვიწრო ზღვარი არის. მე მგონი როგორ უნდა გადავწყვიტოთ რა პიკფორდს მივცემდი მაინც მიუხედავად იმისა რომ კონგოსთან რა გოლიც გაუშვა მაგის აღება წარმომიდგენია რომ შესაძლებელი იყო ახლო კუთხეში დაურტყეს მაინც. თავარი დამნაშავე არ იყო შეიძლება მაგ გოლის გაშვებაში, მაგრამ წარმომიდგინა რომ ანუ ვინ არის კიდე ალისონი, ემილიანო მარტინესი და მენიო. ეგენი პროცესი ძალიან ახლო არის რა. ძალიან ახლოა მაგრამ ბოლოზე მე გავიყვანდი ალისონს. მეც. იმიტომ რომ მე მენიოს. მენიო რა დააშავა. ალისონი რა დააშავა. ნუ გავარდა რა ვინ ალისონი. გავარდა კი მაგრამ ალისონიდან მახსოვს მოგერებული ბურთები რა იაპონიასთან და მერესკენ უბრალოდ ვერაფერი ვერ მახსოვს. კარის ხაჯდარი გამოიტანა ერთი. იმას რა ქვია დაცვა საერთოდ არ გაინტერესებს საფრანგეთს და მაგით. ესპანეთზეც ლაპარაკობთ საფრანგეთზეც ვსწრებდება. მენიო ძლიერი დაცვა. პაპეს შეუქმნა ერთ ძალიან მაგარი მომენტი თავის გრძელი პასით თუნდაც ისეთ თამაშს სადაც მომენტები არ იქნებოდა. ამიტომ მენიოს მე ბოლოზე ვერ გავიყვან ვერანაირად. მე ალისონს ვერ გავიყვან. ანუ აი ემილიანო გავიყვანოთ ბოლოზე. თამაში ემილიანო გავიყვანოთ ბოლოზე. ალისონმა რა გააკეთა ემილიანოს მეტ. პიკფორდი მესამეა ხო? პიკფორდი იყოს მესამე. პიკფორდი იყოს მეც მომწონს ეგ ვარ. რა იყოს არა? კაი, სამი გოლა აი ვერ ვარჩევ პიკფორდსა და მენიოს შორის მაგალითად რატო არის პიკფორდი გინდა თუ არა ვერხდება. მე მესამეზე გავიყვანე. ალისონი ბოლო არის. რა გააკეთა? რატო? არ მახსენდება არაფერი ისეთი განსაკუთრებული. ხო, იაპონიასთან ხო აიღო რაღაცა. რაღაც აიღებდა ეხლა. აბა მენიომ რა გააკეთა რომ ტურნირზეა საფრანგეთი. არა, ბაზარი არ არის ტურნირზე საფრანგეთი. ოკეი, კარგი, შეიძლება მე სუბიექტური ვარ. ხო, მაგრამ იცი რა საფრანგეთი შეიძლება ბევრ ქულას დაწერს და შანსი ხო არ ხო, მაგრამ ეხლა ამებს ვალაგებთ ეხლა მაგას ხეირი, ანუ რა მე რამე ქულები დაჯამდება ნაკრების ჯამბულად მოდის. ბოლოში ჯამდება ნაკრების ქულები. მაშინ ემილიანო. ემილიანო, საუკეთესოა. მესამეზე როგორ უნდა გაიყვანო ემილიანო დებუტი აი. არა, კაი. მე მგონი ემილიანო ბოლოზე უნდა. ემილიანო თამაში რაც ითამაშა მიუხედავად იმისა რომ ველოდები რამდენი მომენტი იყო შეიძლება გადაერჩინა გუნდი და ვერ გადაარჩინა რა და თან ბევრი გოლი გაუშვა არგენტინამ ძალიან და გაუშვა თან სუსტი გუნდებისგან იორდანიამ გაუტანა 2 გაუტანა კაბო-ვერდემ და 2 ეგვიპტემ და მართალია ემილიანო ბოლოზე უნდა იყოს ემილიანო მარტინესი ბოლოზე არის მე მოკლედ მენიოზე მაღლა ვაყენებ ალისონს და თქვენ მაგრამ მე შენ ის უნდა გავიმეორო რაც იმით ჩაწერენ რაც ამბობდი რომ შემონახული აქვს იმედია მარტინეს რაღაცეები დარჩენილ თამაშებში ან თამაშში მაინც ალბათ იმიტომ რომ არსე დაამთავროს ტურნირი განსაკუთრებული წევის გარეშე
გაშეთ, რა ძნელი წამოსადგენ. არც გვინახავს აქამდე რა, არც არ გვინახავს ემილიანოს ეგეთ თეორია. აი, მაშინ ერთ-ერთი გადაწყვეტილება დაგვრჩა მისაღები მენიო თუ ალისონ. ზუსტად. მე ჩემ ხმას იცით ხა ვისაც. პიკფორდი მესამეა? კი, რავი თუ გინდა ხო თუ. კი, კი. კაი, მაშინ მე მენიოს დავაყენებდი ალისონზე მეც წინ, მენიოს იმიტომ რომ დავაყენებდი. ტურნირზეა საფრანგეთი ბოლო-ბოლო. შესაბამისად 3-1 ხო, აზრი არ ოკეი, აქვს. რაღაცა დაძაბული. ოკეი. მარჯვენა მცველები, წავედით. კუნდე, პედრო პორო, ჟოაუ კანსელუ, ბატონი მოლინა, კონსა, არა, რის ჯეიმსი ალბათ, ხო? რის ჯეიმსი და ერთი თამაში ხო თამაშობს. და აი მაგას ვამბობ, რიჯეიმს მაგიტომ მიწერი. და დანილო. კონსამ ამოვინ სპენსი? სპენსი ან კვანს. ყველა 3 ეურო ავიღოთ ინგლისელებიდან 3 ეურო გავერთიებთ. ანუ მე მგონი ინგლისები 0-ზე უნდა იყვნენ, იმიტომ ინგლისს რომ ნულს ერთი დავუყო. დაიმტრა, მეორე წითელი ბარათი მიიღო, მესამე არ არის მარჯვენა მცველი. პირველი. ჩავწერო? ერთი თამაშის გამო? ერთი თამაში რავი, გამოვხანდა. აი თამაში ქონდა. სპენსი ჩავწერო? ნულით? რა ვიცი, რა ვინც გინდა, რა ვიცი. კაი, სპენსი, აი ესე რენდომად, იმიტომ რომ რის ჯეიმსისთვის მე არ მემეტებ. ხო, მოვლიანი და და ჯეიმს არ დაუწევ. 5 თამაში გუნდმა 4 მარჯვენა მცველია თამაშაში, ჩემო. ხო. კაი, სპენსი ნული. შემდეგ ვინ არის საუკეთესო მარჯვენაცვალი? ვის გაიმეტებთ 5-იანს? აი ვარიანტები კუნდე. ესე იცით. კუნდე. სტაბილურია. ბიჭო, კუნდე ჩემთვის მოულოდნელად კარგი არის. პორო არა. პოროც არა, თუნდაც პორო რამდენჯერმე ლორენტემ ამოვაგდო შემოდგენლობიდან და თორე პორო ცუდი პორო არა. მამოვაგდო კანსელოს ლორენტემ. ქონდა საკმაოდ კარგი. მე პოროს ველოდი რო კანსელოს საკმაოდ კარგი მსოფლიო არა. ეგ უნდა ყოფილიყო, ეგ მე მგონი. 4 კანსელოს ქონდა კარგი მსოფლიო. მაგრამ კუნდეს თუ გაჩევს 5-ზე კანსელო ვარ და ვერ გაჩევს 5-ზე. შეგინდა რომ პორტუგალიის გამოვყვანო საუკეთესო შემადგენლობა და მე ვთქვა რომ აი კანსელო არა. არა, რა თქმა უნდა, კანსელო არ იყო ეგეთი სტამპეჭი დავი ჩემი აზრით. არც ერთი არ იყო ხო, ჩემთვის კანსელოს გამბის. შეცნობები ქონდა რა თქმა უნდა, როგორც ახასიათებს, მაგრამ აქტიურიც იყო რა ეხა ამ ყველაფერთან ერთად. ფეხბურთელებში ყველაზე სტამპეჭდავი, ყველაზე კარგი სტაბილური და აი შეუცდომელი კუნდეა მართლა. მთელი ტურნირია ტიპს შეცდომა არ ქონია მე მგონი. მართალია. მე ჟულ კუნდესი არ მჯერა, როგორც ფეხბურთელის, ამიტომ უბრალოდ შემოხუთქულს დავწერ ჟოაუ კანსელოს. რატო არ გჯერა უკვე? კანსელოს უწერ 5 გოლს? სად გაწამა? ბარსელონას რატო? სხვას უყურებთ მე და შენ და? არა, ერთს უყურებთ, მაგრამ მაწამებს რატო. შენ არ გაწამებს ანდრო კუნდე ბარსას ფანის პერსპექტივიდან? მე არ არის ბარსას ბარსას ფანი. პერსპექტივით ვერ უყურებ კუნდეს. კარგი. დიდად არ გვიждები კუნდეზე ის სიმართლე გითხრა. ხო, ანუ გაგიჟებით არ გვიждები. ძალიან მე არც ბალდეზე არ ცენტრალური გვიжდები. მცველია კაცი და მარჯვენა მცველად თამაშობს. არც ბალდეზე არ ალდე გვიждები. გავიგე მაგრამ. კაი, კუნდეს უწერთ 5-იანს, ანუ თქვენ 3. კაი, კუნდე 5. დავედით. მეორეზე კანსელო უნდა იყოს ალბათ. კანსელო 4 არის უეჭველი. არ პორო პოროს დავაყენებდი მე მეორეზე. მეც პოროს უფრო დავაყენებდი რა. კაი, თუ ძალიან დავაყენებდი. მნიშვნელოვანი კომპონენტია ესპანეთისთვის ფლანგის სველები და გოლიც გაიტანა პორომთან. და ძალიან სტაბილურია რა და არ იღლება მეგონი ეგ ტიპი არასდროს. ეგეც და ის მეორეც მარცხნივაა. გიჟები არიან. მე ვასება ეგეთ ფეხბურთელებს. კანსელო 3 მაშინ, ანუ პედრო პორო. ცხენი. ხო გიადი ჩაი. პედრო პოროს 4. პოროს 4. კანსელო აიღოს რა 3. კანსელო 3 ხო. მერე 2. მოლინა. ვინ დარჩა? მოლინა და ინგლისი რო ბოლოზე გავიყვანეთ. ბრაზილიელი უი, მარჯვენა. უი, არა, დანილოს ნოლი. დანილო ბოლოზეა. რის ჯეიმს ერთი კაი თამაში მინუსია შეიძლება დანილოს. რა შეიძლება მქონდა იცი რო უყურებდი რომ მოყვარული ფეხბურთელი რო დაემატება და რო არ უნდა გააფუჭოს რა თამაში. ეგეთი ფლანგის ცველები ყავდა ბრაზილიას. რომ აი დანილოს ეშინოდა რომ რამე არ გაიფუჭებინა. დანილო ცენტრალური მცველია. მოლინა 2 რა, მოლინა 2. ფლამენგოში თამაშობს ცენტრალურ მცველად და ამ კაცს არ ბენინებდნენ ფლანგს. დანილო 0. დანილო აუცილებლად. ამოათრიე, კი არა, ამოიყვანე რის ჯეიმს. რის ჯეიმს ერთი ქულა დაუწერე. შენი ძმა? ლამინ იამალის ძმა. ლამინ იამალის ძმა შენი ძმა. კაი, აი იმიტომ რომ ამოეთრიე. ჩვენი ძმა მოათრია. დავტოვოთ ეს თო შეიძლება, რომ ჩემი ძმა ლამინ იამალის. ჩვენი ძმა. შემდეგი პოზიციები გითხრათ. ცენტრალური მცველი უპამეკანო ყავს. ყავს კუბარსი. ასევე ყავს დიაში, პორტუგალია, ასევე ყავს, მოიცა, რომერო. კაი, კარგი ისა. ჩვენ საინტერესო გაიჩნდა. კი, კონსა ყავს და ასევე ყავს მარკინიოს. ხალხო არ მოიწევთ, იმიტომ რომ შემტევებზე რომ მივალთ, უეჭველი საინტერესო იქნება. არა, ესეც საინტერესოა, ჩემს იმიტომ რომ აქ ძალიან აი, დავიბეჭდი. მან მე მგონია რომ უპამეკანო, კუბარსი და რომერო სამეული და დაალაგდეს რამე თან მიდორობ. ზუსტად. ხო. იმიტომ რომ ეს სამი წინ არის დანარჩენ სამზე ჩემი აზრით. მე ვიცი 5 ქულას ვისაც უწერ. კუბარსი? ფაქტებზე ლაპარაკობთ ხა, კი. კუბარსი? უეჭველი კუბარსი. ბიჭო, უპამეკანო შეიძლება. ჩემთვის უპამეკანო ტურნირის ძალიან სამბეჭდავი სტამბეჭდავი მე არის. უპამეკანო უფრო მოწოს ვიდრე კუბარსი. თან უპამეკანოს ამ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბუნდესლიგაში კი კარგია ხოლმე, მაგრამ მნიშვნელოვან თამაშებში დიდ ტურნირებზე ეხა მაგაზე გამეცინა რომ და 5 უპამეკანოს უწერ 5 ქულას თქო და უწერ მაროკოს დაждდება ნახევარფინალია, ფინალი და უპამეკანო კამერები. არა. ბიჭო, უპამეკანო. კამერა არ დაინახოს, თორე ეგრევე ნორვეგიასთან გახსოვს გოლი? ნორვეგიის გოლი. მან შეცდა კი. კუბარსი. კუბარსი არ შემსთარა, იმიტომ რომ გოლი არ გაუშვია. ხო, ნუ ან ესპანეთის დაცვა ხო არ დავაყენებთ? მანდ ვარ.
იცი რა? კუკურეიას დავაყენებ და ალბათ და ლაპორტსაც ექნება. ჯერ მაგას არ გავუშვებ. ლაპორტსაც ექნება აი, აუცილებლად. კუბარსის მივცეთ 5 ქულა. ჩემთვის 5 გოლი არის პაუ კუბარსი. აი, რამე გამახსენე. უპამეკანოზე იმდენი რამე ვიკამათით, იმდენი რამე ვთქვით, რომ 4 არის. აი, და 3 რომერო. რომეროს 4 ქულა დაუწერო, ბიჭო, აი ახლა 2 გოლი რატო ვერ გაიტანა. დავაგეთყვი, რატო ვერ დაუწერ ჩემი აზრით 4 რომეროს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაცვაში. ბევრი გოლი გაუშვი ხა. და სუსტ თან მნიშვნელოვან თამაშებში. მაგრამ რომერო რო შეტევაში ძალიან მაგარია, არა, ბაზარი არა, გავარდებოდა არგენტინი, კი. რომერო ძალიან მაგარია, მაგრამ აი დაცვაში ეს გუნდი ვერ წინავს აბა, ფაქტობრივად. მე ასევე ვაჩე გთავაზობ რომერომ გაიყვანა შეიძლება იმაზეც, არგენტინა რომ თეორიულად. ოპენდიაში ძალიან კარგი. კი. ძალიან კარგი მომეწოდეს მეტი. ანუ, იმდენ რამდენად იძლეოდა იმის საშუალება, მაგრამ ბოდიშვიხთი ეს მერინოს გოლი აღარ იყო კარგი. აი. ხო, რა ქნა. აღარ ვიტყვი. გამოვარდნის გოლი მაგალითად იყო. უკაცრავად აღარ ვიტყვი მაგას. მაშინ რომეროს უწევს ხალხო. 3 ქულა უეჭვალთ რომეროს უწევს რა. მსახურებს. დიაში კონსა მარკინიოსი დაგვრჩა. კონსაზე არ ვილაპარაკეთ და არ კონსას დაუწერდი მე 2 ქულას. არ აქვს მსოფლიო კონსას. კონსას დაუწერდი 2 ქულას. საკმაოდ მარჯვენა მცველად ითამაშა. ყველაზე მურყეული პოზიცია ინგლისის საცამდო უცნაური იყო სამსოფლიოზე. არის მარჯვენა მცველი. არა და ხო, მცველი დაცვა რა მთლიანი. 5 წლის წინ თუ გახსოვთ მარჯვენა მცველები, ანუ აი ესე ოხრად ყავდათ. ეხლა წაყავდათ ცოტა, მაგრამ წაიყვანა. ხო, ტრენტი ჩემს მაინც უნდა კონსა წაიყვანა. იმსახურებს. 2 ქულას იმსახურებს კონსა. კონსა იმსახურებს 2 ქულას. მე მგონი მარკინიოსი უნდა იწირება. მარკინიოსი მე აი თულია ხა ძალიან თო დიასსაც 0 დაუწერო. დიასთან მარკინიოს 0 უნდა დაუწერო? მე მგონი მარკინიოსი. თუ კარგი მცველები შეიკრიბნენ რა, კარგად თამაშობდნენ. ბიჭო, რა თქონდა არავის ხა ეგეთი კატასტროფა რა. ხო, კარგად ითამაშეს. კატასტროფა იმას სარყოლი მქონია მეკარეს, მილიანო მარტინესი 0 ქულიანიც არის. ხო, ბაზარი არა, კაბოვერდესთან კი, ერთ კაიბურთი აიღო, მაგრამ ვიღაცა იწირებს 0 ჟღერ ძალიან ცუდა. კაპიტანი მარკინიოსი, მაგრამ გვიყვარს, მაგრამ აქ 0 ქულა. რაგინა ლიგა ხო მოიგო კაცო რა. ხო და არ ქონდა თან ხა ეგეთი იმ ლიგის სული მსოფლიო არ ქონია ხა ეგეთი. არა, კაცო, მაგრამ ნუ უწევს ჩვენ ძმას 0 ქულა. კონკურენციაში თუმცა გაიწირა. ხო, რავი, ეგეც და გაბრიელი საბოლოო ჯამში ნორვეგიასთან მაინც ვერ იყვნენ დამაჯერებელი. წავედით, მიდი მითხრა. სალიბა, ლაპორტი, ლაპორტი, ბეტონო, ვეიგა, ისანდრო, ვეიგა. ნოჰო. ხო, აი კი. ისანდრო ყავს კი ბეტონო. ლისანდრო. აი ეს ტიპი შეიძლება იდგა საერთოდ. და გაბრიელი. კარგი ბატონო. ბოლოზე ბროდი მიდის ბატონი რენატო. ხო რა. კი გავიგე რომ სტანდარტები არა, ოღონდ როგორ წარმოადგენს, მაგრამ რენატო ნულიანი მინდა ნულიანი ჩავახუტო. 2 ნულიანი. 2 ნულიანი. ხო, კარგად რატო გადაიფარა. ჩაგერავთ ეგრე სახელის გამო რენატო ვეიგა. თელი კი. მაგისა ვაპულინგებს მაგის ვაპულინგებდით ყველა მე მგონი ვეიგას ვაწევით რომ სპორტო სახელი არ არის. ესპანეთთან არ იყო ეხა ცუდი ერთ მომენტში გადაიღობა ისეთ ბურთს, რომელიც კარში მიდიოდა და შეიძლება ტუნისზე ცუდად არ თამაშია. მაგრამ აბა ვინ იყო ყველაზე ცუდი? გეჰი? აქედან ზართულის თქმელია. უф, გეჰი არის. აი მე ვეიგას გეჰიზე ლაპორტს უწერ მე 5 ქულას მეგობრებო ამ წელში. მე ბრაზილიან მცველებს დაუწერდი ძალიან დაბალ შეფასებებს რა, იმიტომ რომ იაპონიასთან აზიათ არ წინავდნენ. მაგალითად ძალიან დაჩაგრა ჰოლანდმათან. კი და ნორვეგიასთან საერთოდ მთელი დაცვის ხაზი, იმიტომ რომ ის გოლები ორივე რაც გავიდა, ყველას ბრალი იყო. კი. სელდრუფსო ჩააწოდებინეს ჯერ დანილომ და მე რამან ხო მაგალითად შაუქნა იქ. და მეორე გოლში, როდესაც დანილოც არ მივიდა, кайხანი რო უყურებდა ესე. და იდეაში ზონა მაინც მარკინიოსსაც არის. ასე რომ რაღაცნაირად ყველას ბრალი იყო მარცხნივ გარდა რა, ესე გამოვიდა ეგოლებიდან. კაი, 0 ქულა რა გაბრიელს. არა მართლა. გაბრიელს 0. თამი თუმცა მოლოდინი რო გაქვს გაბრიელის გამო. ხო, ეგ არის ყველაზე ცუდი რა. კი. იდეაში წარმოიდგინე მარკინიოსი გაბრიელის დაცვის ცენტრი მარტუნეზე მივიდა იმითი რომ ეს არის ალბათ საუკეთესო დუეტია, თუ ერთ-ერთი საუკეთესო ალბათაა და შეიძლება საუკეთესო დუეტიც არის. ჩემთვის გაბრიელ მაგალითად ესე სოფლიო ჩემპიონატს დაწყებამდე იყო სოფლიოში საუკეთესო მცველი. კი ბატონო. და მარკინიოსი იქვეა, ხო? ახლოს არის. მარკინიოსიც კი. ეს დუეტი წარმოიდგინე მოდის ტურნირზე და იმის ფონზე რომ თან ფლანგებზე ყავთ რეალურად ცუდი მცველები, დიდად ესენი ვერ გამოირჩეოდნენ ამათგან. ანუ ეს რო შეხედო რა. შეიძლება ის კარგად მეტყველა და სპირიქით დანილოზე ამ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ გაბრიელსა და მარკინიოსას ალბათ მეტი მოეთხოვებოდათ რა თავის სტატუსიდან გამომდინარე. გაბრიელ, ანუ ვეგას მოვაშორო ნულიანი გაბრიელს დაუწერო? ხო, ეგ არისო ეგეთი ცუდი რა, არა, ეგეც ნაგდად არისო. იცი რა არის? თან ეხა ბრაზილია მე მგონი ძალიან გაგვეციხლება. ეხლა შემდეგ პოზიციაზე რო გადავხედე. ყველაფერი ძალიან მუშაობს, მაგრამ რეალურადაც ხო გაბრიელი იყო. ლაპორტი თუ 5 არის, ლისანდრო 4 არ არის? თუ სალიბა არის 4?
ლისანდრო 4-ით? არ ვიცი. ამდენი ძალიან ბევრი გოლი გაუშვა არგენტინამ. მაგრამ ლისანდროს ძალიან მაგარი პასი ჰქონდა მესიზე და ძალიან არა, ლისანდროს კარგი ტურნირი აქვს ზოგადად იმის ფონზე რა შეცდომებსაც უშვებენ. დაცვაში ეგეც და რომეროც მერე შეტევაში ასწორებენ სამაგიეროთა და მაგიტო 4-საც ვერ დაუწერე რა შემიძლია. 3, აი როგორც რომეროს ამას. როგორც რომეროს. იმიტომ თავის უშუალო მოვალეობას ვერ ასრულებს თათ კარგად. ხო. მაგრამ კომპენსაცია იყო ორივე შემთხვევაში. ლისანდროზე ჯარემით უქმდება, ხო? არა კი ბატონო, ის შედაძე გოლი რომელიც გაიტანა უმნიშვნელოვანესი კაბო-ვერდესთან, პასი რომელიც მესიზე გააკეთა იმ პასის გოლის მომენტში. სალიბა. 4. მაშინ და სალიბა იმის ფონზე რომ მარცხენა მცველი ფაქტობრივად არგენტინაში, ნუ ტალიაფიკომ კი ითამაშა, მაგრამ ფორმაში არ არის გატრამირებული რო იყო. ალბათ 2. ლისანდრო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ძალიან მეუასება ჩემი ასაბი. ნული ვისა. გაბრიელ მაგალია. თავარი გამოცდა გაბრიელისთვისაც და ბრაზილიის დაცვისთვისაც, რაც უნდა ყოფილიყო უკვე პლეი-ოფებში. იაპონიასთან ვერ ვთქვი, რომ დამაჯერებლები იყვნენ ძალიან და ნორვეგიასთან ჩააგდეს, ხო? ბრაზილიის ნაკრები მერვეთ ფინალიდან რომ გავარდება. მერვეთ და ის იყო დღეს ნახე ზუსტად. ეხლა ბრაზილია და გერმანია ხო ყველანაირ ანტირეკორდებს ამყარებენ, ხო? ჯერ ხო იყო რომ 2018-ის ჩემპიონატი პირველი იყო 1930 წლის მერე, როდესაც ნახევარფინალში ვერ გავიდა ვერც ერთი. ხო. და ეხლა არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, როდესაც არც ბრაზილია და არც გერმანია მერვეთ ფინალში, ესა მეოთხე ფინალში არ არიან. თან პირველი მსოფლიო ავტომატურად ემატება იტალიაც, იმიტომ რომ საერთოდ არ მონაწილეობს. ხო, მაგრამ იტალიაც რომ გამოვაგდო. ხო. გერმანია, ბრაზილია ჩვენ ვიცით, რომ 1930 წლის მერე ყოველთვის ნახევარფინალში ერთ-ერთი მაინც, ხო? 2018-ში პირველად იყო, ვერც ერთი ვერ გავიდა და ეხლა იყო ისა. ეხლა არის რომ მეოთხე ფინალშიც კი არ არის არც ერთი და ბრაზილიისთვის მეოთხე ფინალი იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, სულ არის ხოლმე. 90-ში ვერ გავიდნენ ბოლოს. როცა არგენტინამ გააგდო. მეოთხე ფინალი. მარადონა კანჭი. მეოთხე ფინალში ეგ უნდა სულ არის ფაქტობრივად და ეხლა გავარდნა ამ ეტაპზე თან იაპონიასთანაც რო არიყვნენ ძალიან მაინც შორს გავარდნისგან. ნიშნავს იმას რომ ბრაზილიელები ძალიან გაიწერებიან აქ, იმიტომ ძალიან დაბოშებას ვერ ხმიან. გაბრიელსაც ვერ წავედი, ჩაი. არა, მთლიანობაში ყველა რო აიღო რა, ყველა ფეხბურთელი, იმიტომ რომ ანუ გაბრიელი ზედა პოზიციებსაც რო გაიწერა, გადავხედე. ცუდი იყო, ხო, რა. და ზედა პოზიციებსაც რო გადავხედე. იქაც ბევრი ფეხბურთელია, ვისაც დაბალი შეფასება ეკუთვნის ალბათ. მარცხენა მცველზე გადავედით. ყავს დინი, ყავს კუკურეია, ყავს მენდეში, კი, ყავს ტალიაფიკო, ასევე ორაილი და ასევე დუგლასი. დუგლასი 0 ალბათ და ტალიაფიკო 1, იმიტომ რომ არგენტინელი მცველები მარცხენა მედინა იყო, ანეგ იყო და ვერა დიდად ვერ წე. მენდინა უკეთესი იყო დაჟე. ხო, პირველი ორი ადგილი ეგეც მარცხნივ არაა თან. პირენეის ნახევარკუნძულის წარმომადგენლებს კუკურეია ჩემი აზრით და მენდეში ხო, მენდეში არ იყო ცუდი. მენდეში აი, დუგლასთან ესპანეთთან ძალიან მაგარი იყო პირველ მენდეში ტემპში. საუკეთესო ფეხბურთელი იყო პორტუგალიის. ის რო ვახსენეთ კოშტა, უცილებლად მენდეში იყო საუკეთესო. 5 კუკურეიას. 4 მეაქ 4 მენდეს. კუკურეია ამ სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, თანა ისე რა, რო შეადგენ ტოპ 5-ში შეიძლება კუკურეია. ესპანეთში ვისი გამორჩევა შეიძლებაო და კუკურეიას. აი, კუკურეია. ის ტალიაფიკო ორაილი. ჩემთვის კუკურეია სულ ეგეთი არის თან. ჩემთვის ტალიაფიკო არის წინა 3. ევროს ძალიან მაგარი ქონდა. ნუ იმ ხელის მომენტზე. არა, ტალიაფიკო არის 1 ქულა რა 3. აი, ხა ჩემთვის 3 არის. რა თამაშია წესია ტურნირზე რა 3. ორაილის ვერ წინავს. ვერ წინავს, მაგრამ აქვს თავისი მომენტი. ორაილის პენალტი მოიპოვა დატო. დახსოვს ის პასი გაუკეთა ალვარეს პრო დაარტყა და ვერ გაიტანა იმან. ორ ქულას მაინც ისახუროს მინიმუმ. ხო, რა, აი, მართალია, ხო. დინმა და იმან ძინი უბრალოდ არაფერს აფუჭებს. ხო, რა, დინის არ აი, ტალიაფიკო ორაილიში გადავწყვიტოთ 3-2, სამბავი. მე მაინც ორაილის დაუწერ 3-ს. ორაილის დაუწერ 3-ს, რა? ორაილიც ზოგითხრა სიმართლე დიდად სასწაული სეზონი ქონდა პრემიერ ლიგაში და მე სეზონი ძალიან მეცხოვდი. მაგარი ქონდა, მაგრამ ჩემპიონატზე ხო. მე მეცხოვდი. ველოდი რომ გამორჩეული ფეხბურთელი იქნებოდა ერთ-ერთი ინგლისის ნაკრებში და ჯერჯერობით ვერ არის. მე გადავწყვეტ ტალიაფიკო 3, ორაილი 2, ლუკადინი 1. და 0. ვის რა თქმა უნდა სულ ბრაზილიაში მინდის ეს 0. რა უკნათ ახლა. ჩაი ერთ რამეს ვიტყვი, არ ვიცი შენ ამდენად გექნება შანსი, მაგრამ აი ჩვენ მაყურებლებს თუ უნდათ რომ ტატობაცი გადის ოდესმე რაიმე საფეხბურთო ქვის თამაშებში კონკურენცია გაუწიონ და მცირე შანსი მაინც მიიღონ, ქვიზბოლით გახურება და ვარჯიში საერთოდ არ აწყენთ, იმიტომ რომ ქვიზბოლი არის ჩვენი მეგობარი, ქართული კომპანია, პირველი ქართული ესე გეიმინგ ინტელექტუალური სპორტული თამაში, სადაც ერთობით ეჯიბრებით სხვა ადამიანებს და თან თქვენ კომპეტენციასაც ზრდით და მე იქნებ ტატობაციკაძის იმ 19-დან ერთი მოპედი მაინც გამოვართოთ ან გამოგლიჯოთ. ტატოსთან შანსი არ მექნება, მაგრამ ვითამაშე და გაასწორა. ანდრო რო ყავდა სტუმრად შაბათობაში, მონ გენიალური სტუმრება ქონდა, ძალიან ქუჩაში შეკვდა შაბათობის დაწყება და წამო ბარემ სტუმრად იყავით და კაიო და რომ მოვიდა გადაცემაში და რო ვიჯექით, მაგდროს ვითამაშეთ პირველად და მე ანდრო და კალახო ვთამაშობდი და რაღაც კითხვაზე ვაკო დაგვეხმარა ყიფიანი და დავამუღამე რომ ვიღაცა ტიპს ვეთამაშებოდი იქიდან. და იმან არ იცოდა რომ 4 კომენტატორი ეთამაშა. 4 მონსტრი იდი გაიგე. 4 ისივით თავი საწოლში რაღაცა ვიცოლი
ერთობა და რავი და იქიდან დგას. აქედან ფერმუტის 4 კომენტატორი ეთამაშება. რაშმორის მთა დგას და თამაშობს და ამიტომ არა, გაგვიძალიან და ის ცოტა თავიდან. არა გაგვიძალიან და 3-0 მოუგეთ ყველას. თქვენ სადეთ მეგობრებო. მაგრამ ძაღადა უცებ აი მკითხავს ვაკომაც ეს კამერის მიღმა ვაკომაც რო შეგვაშველა რაღაც პასუხი და ჩატი გვეხმარება და ცალკე. 4 კომენტატორი ვეთამაშებით. გადიყო რომ რამე რო დაერეკა და დახმარება დაჭირებოდა და ასე შემდეგ. წავედით საყრდენ ნახევარმცველზე და ერთადერთი არგენტინასთან შევეჯახებით 4-4-2-ის გამო პრობლემას, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ჩუამენი, როდრი, ვიტინია, რაისი, კაზემირო და ვაყენებთ მაკალისტერს. არგენტინა ვაყენებთ მაკალისტერს. ხო, ანუ არგენტინას უნდა მოვიფიქროთ ვის ვათამაშებთ საყრდენად. მე მინდა რომ ვიტინია გავიყვანო ან ულიანზე ან ლაპარაკობთ. ბიჭო 80 წუთზე ცვლიდნენ კაც. ანუ რაც ვიტინიას რაც ნახეთ ბოლო 2 წელი პარი სენ-ჟერმენში და რაც ნახეთ ამ ტურნირზე, რა ვიცი. იმედგაცრუება იყო. ბიჭო გაბრიელ მაგალითად რა ლოგიკითაც გავიყვანეთ ბოლოს. იმ ლოგიკით მინდა რომ ვიტინია გავიყვანოთ ბოლოს. კაზემიროს გავიყვანდი ერთი გოლი მაინც გაიტანა იმ კაზემირომ და მეორე ტაიმში არა პირველი ვიტინიას რა ქონდა? არაფერს. კეთხვი. ვიტინია რომ გავიდა პორტუგალიას პრობლემები დაიწყო, ანუ ვიტინია უბრალოდ იმ ფეხბურთს არ თამაშობდა, რა ფეხბურთშიც ვიტინია ძლიერია. არ თამაშობდა მაღალ პრესინგს, არ თამაშობდა სწრაფ ბურთს, არ თამაშობდა წართმევებზე. პორტუგალია თამაშობდა საოცრად დამდგარ ფეხბურთს. შენ ხო ახლა იმას არ ვაფასებთ ვიტინიამ ცუდად დატო ითამაშა, რეალურად ვაფასებთ ცუდად ითამაშა თუ არა და ცუდად ითამაშა. ეგრე მაგალითად ესაც ახლა მეორე არა, ცუდად ითამაშა, კაზემიროზე ცუდი იყო ვიტინია. კი. კაზემირო ძალიან კაზემირო არის ეგეთი ტაიმი ქონდა. კაზემირო ტაიმი ქონდა. არა ბიჭო, არა, ტაიმზე მეტიც ქონდა ახლა კაზემიროს ქონდა კარგი ტაიმი და ძალიან ცუდი ტაიმი და დანარჩენში ცუდი იყო. ძალიან ცუდიც არ იყო. არა ვიტინიაზე უკეთესია. ვიტინიაზე უკეთეს კაზემირო როგორ იყო. ყველა ვიტინიაზე უკეთესი იყო ალბათ ესე, მაგრამ იმედგაცრუების ფაქტორი მოქმედებს. მაგას ვამბობ, ხო, მოლოდინი რა ქონდა. კაზემიროს განზირი მოლოდინი იყო, რეალურად, მაგრამ კი, იმ სეზონის ვიტინიამ რაც გვაჩვენა ამ ვიტინია, აი, ჩემთვის იყო სოფლის საუკეთესო ნახევარმცველი. კაი, არის კიდეც ვიდეო შემდგა დღეს იმაზე, იმიდან რა ქვია. აჰა, ვიტინიას დავწერთ ნუ. ძალიან საშიში ფილმიდან. Scary movie-დან. იმ Scary movie-შიც გადათამაშება usual suspect, იმენ ჩვეულებრივი ეჭვმიტანილებიდან მომენტი, მაგრამ ვიდეოს ეწერა ეგრე რომ ვიტინია პარი სენ-ჟერმენში დაბრუნდებაო და ის მომენტი არის სკოჩობით რომ მე ფეხს ვასწორებ. აუ რა კაია, ბიჭო. აგენტი არის, ხო? აუ რა კაი ხუმრობა. აი. ოღონდ კაიზერ სოზეზე კი არ იყო, იმაზე იყო, რა ქვია, იმ ფილმიდან რა, პოლიციელს ვინც თამაშობს, Scary movie-ში რო არის. ულვაშებს რომ მოიხსნა სათვალეს რო გაიკეთებს. რა კაი ხუმრობა. ტოპ. ვიტინია 0. კაზემირო 1 ქულა უეჭველი. კაზემირო 1 ქულა. მაკალისტერი იქვე რომელსაც აი მევასება ეგ ტიპი და არა დიდი არაფერი. даже შეიძლება მესისთვის ავსტრიასთან გაეუქმებინათ ის გოლი ამის ფოლის გამო. დიდი არაფერი არ უქნია გაკეთება. მაკალისტერი ორია, რაისი, როდრი ჩუამენი. მე ჩემს მას ვაძლევ როდრის. როდრი ალბათ. ჩემთვის 5 ქულა მიდის როდრისთან. ჩემთვის რაისთან. ჩემთან რაისთან. ჩემთვის რაისთან და მეორეზე როდრი. აი ეგ ტიპი მარჯვენა მცველადაც თამა 10. კი, ძალიან გაიტოვნერია. შრომით ეთიკას ფლობს ადეკვა რაისი. ამ ძიმე სეზონის მერე თან არსენალში და ჩემპიონი. დაღლილია თან მკვდარია ტიპი და მაინც ხო რასაც აკეთებს. აი შემდეგი. ეს არის მონსტრი ეს. კაი, დავალაგეთ ცენტრ ნახევარდას შემდეგ. მეორე ნახევარმცველები მინდა. აი, წავედით. ენცო უნდა იყოს. არგენტინა ენცო ხო. აქ უნდა იყოს არგენტინა გვეყოლება ენცო, საფრანგეთიდან გვეყოლება რაბიო, ასევე ყავს პედრი. ასევე ყავს ლევეში. ხო, ბრაზილიიდან ბრუნო გიმარაესი, ელიოტ ანდერსონი. რას ეძახი? კამეჩს ეძახის, ელიოტ ანდერსონს ეძახის კამეჩს და რაის ეძახის ცხენს. აი ეგეთ ნახევარდაც ყავს აისაკ. ბიჭო, ძალიან რთულია. ბრუნო მაგალითად ბრუნომ გადამწყვეტ თამაში გამოვიდა რომ პენალტი გააფუჭა. არა 4 ასისტი ქონდა. არა 4 ასისტი ქონდა. აი ტურნირი ქონდა. აი ტურნირი ქონდა. გიმარაში აუცილებლად ბრუნო გიმარაესი ძალიან კარგი ტურნირი. აი ყველას ეხა ვინ ჩამოთვალეთ? ყველას ზურით ჩემი აზრით პედრი? არის პედრი. როგორი უცნაური წარ უნდა იყოს. ამათან შედარებით. არა, ძალიან ცუდია არ მგონია, მაგრამ თავის თავთან შედარებით. ხო, ვიტინიაზე თვით პედრიზე ვთქვათ. მარტო მაგიტო. მე მგონია რომ პედრის უნდა დაუწერო 0, იმიტომ რომ ვიღაც უნდა გაიწიროს და ელიოტ ანდერსონს რაბიოს ასისტი გააკეთა ბარკოლას სენეგალს. პედრის დარტყმები ქონდა. რაბიოს ასისტი. პედრის უნდა უშველო რომ 0 გამოვიდა. არა,
არა. მე ძალიან მიყვარს ანუ პედრი. პედრის ნული როგორ მეორე რა ფინალამდე ვქნა, იწყება. აუ, ეს ეპიზოდი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია პედრი პედრი, ვიტინიაც მაგრამ მევასება და მაგალია ეს და პედრიზო გიჟდები, მაგრამ ნულია რა. ამ სიაში პედრი შენ თუ ამას ის მოიცა მე-6-ე ვინ არის კიდე? მე-6 კაცი ვინ იყო? ესპანურად როგორ მე უკვე მართლა ვინ არის? პორტუგალიელი უნდა ენცო გიწერია. 1 2 3 5 მაქვს მე. ნევეში ნევეში უკეთესი იყო გოლი გაიტანა რაღაცა. კაროჩე, მე ნევეში მგონია ერთი. რომ ერთი ქულა ეკუთვნის არა ელიოტ ანდერსონს აქ. არა. ახლა ელიოტ ანდერსონი ცუდი არ არის, მაგრამ რაისის და ბელინგემის დუეტში იკარგება ცოტა. მაგრამ ის პასიც გააკეთა. გავიგე რაც მე კი არ ვამბობ ცუდია, არ მithქვებ საერთოდ. მე ვამბობ რომ ძალიან დიდი კონკურენცია ამ ნახევარდაცვაში ვიღაც უნდა გაიწიროს. რაბიოს მე ვერ ვწირავ ეგრე. ჟოუნევის ხوار გავწიროთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი. არა, ნევეშის გონი კარგი იყო. ნევეში ვინმე თუ იყო პორტუგალიიდან ხო, მაგრამ ნახევარდაცვაში საუკეთესო იყო. ნევეში იყო ერთ-ერთი. აი, ბრუნო გვიმარაშისთვის 5 ქულას დამაწერინე. არა. საუკეთესო ვიყავს შენი აზრით. სხვა ვინები? რა ბრუნო გიმარაიშის ბრუნო ხუთი გიმარაიში ხო? ამ ბრაზილიაში. ისე ამ სიაში პრინციპში. ამ ბრაზილიაში იყო მე ენცოს უწევ. არა, რა ენცოს ბიჭო. მე ბრუნო გიმარაიშს არა, რა ენცო. ბრუნო გიმარაიშს უწევ. მე 5 ქულ. მაგრამ ბრუნო გიმარაიშს დამავში. შემეცო. 4 ასისტიანი ბრუნო გიმარაისი გაიწირა მარტო იმიტომ, რომ კარლო ანჩელოტიმ დათვალა სტატისტიკა და იმას არ მიაქცია ყურადღება, რომ 100%-იანი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ 3 პენალტი ჰქონდა მარტო დარტყმა. 5 ბრუნო არის 4 არის ენცო ჩემთვის. არა. მე ჩემთვის. მე 4 დაუწერდი რაბიოს. რაბიოს მეც 4 ესე მოგწონთ რაბიო, ხო მე. აგაირი ერთ ხო რა უშ. ჩვენი ერთ ტურნირს აცარებს თო. რაბიო ძალიან დაფასებელი თავისი თავია, რა თელი ცხოვრება არის ეს? მაგრამ კარგი. ზუსტად ეგ ჭირდება საფრანგეთში. ამ საფრანგეთში რო არის კარგები და გამორჩეული რო ხარ. არის კარგება. არა, ცუდი ნახდა. შორიდან ურტყამს, შლის შეტევებს, ერთი კაი საგოლე გადაცემაც გააკეთა. ბიჭო, ისა, საფრთხეა. ენცო ეს გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა იმასთან, რაპას უკეთებს სტალიაფიკოს. იქაც კარგი იყო, რა ქვია, პირველ თამაში, ძალიან, ალჟირთან. და მე უბრალოდ ეხლა ხე რაბიოზე ვფიქრობ, ჰაილაიტიც არ არგენტინელების პრობლემა, არგენტინელების რაბიო ვერ იქნება ხა. გავიგე, ვიცი, მაგრამ კორპუსი ძალიან კარგი არის, ხო? ცხენს ეს არგენტინელების პრობლემა იცი რა არის, რომ არგენტინელების პრობლემა ისაა, არა, არგენტინელების პრობლემა ისაა, რომ მესის ფონზე ყველა დაჩაგრული ჩანს და ლოგიკურადაც თან ტიპს 8 გოლია გატანილი და რაბიოს პრობლემა ისაა, რომ წინ ყავს დუე, ოლისე, დემბელე, მბაპე და ბარკოლა და მანდ ხა რანაირად უნდა გამოჩნდეს. რაც გასაკეთებელია მაგ გუნდში 4 ეგეთი ტიპი საფრანგეთი არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე რამხრივ ამდენი შემტევი სხვა გუნდს არ ყავს ერთდროულად მოედანზე რაც ამ რო ყავთ. შესაბამისად იმ ორ ნახევარმცველს ჩუამენის და რაბიოს აქვთ ძალიან დიდი საქმე. აი ცეხის კაი მოგვყვება ეს. ხო და მე კარგად აკეთებს მაგას. ხო და მე ნახე რაბიო და ჩუამენი თუ თავის საქმეს ვერ აკეთებენ, თუ თავის საქმეს ვერ გააკეთებენ, რაბიო და ჩუამენი ისე როგორც აკეთებენ. მაშინ ვერც მბაპე გაიტანდა ამდენ გოლს და საფრანგეთს სადაც გავარდებოდა. კაი მოყვები ენცოზე, კაი მოყვები. მეორეზე გავიყვანოთ. ენცო? ენცო და მესამეზე რაბიო. ხო. მეც აღარ მოვითხო. ბიჭო, ფრანგები ისეაც წინ იქნებიან სხვა იმეებში. აი, ენცოს 4 და რაბიოს 3. დავარ, მაგ ორი ქულიანი მიყავს ელიოტ ანდერსონი. და ნევეში? მე ნევეს დაუწერდი 2 ქულას. მეც 2 ქულას ნევეს დავუწერდი, კაცო. მე ნევეს დაუწერდი. ბიჭო, ამათ პორტუგალის ნაკრებში ვინმე თუ რაღაცა კიდე ვიღაცაზე თუ შეიძლება ერთ-ერთი ჟოა ნევეში იყო, რომელიც არ იყო ისეთივე ცუდი, როგორც ვიტინია მაგალითად, რომელიც გვერდზე ყავდა. არა, ბაზარი არაა, მაგრამ მე რა ვიცი, ელიოტ ანდერსონი ეგეთ გავლენა აქვს რა თამაშს ეს. მე ორს დაუწერდი კამეს. ხო? კამეს ორს დაუწერდი. და ჟოა ნევეს 1? აი ეგრე რა, რო აი იმედგაცრუებებით. ძალიან მიყვარს, ახლა ვისაც მოხვალს და ერთ ქოლს უწერ ეგენი უფრო მიყვარს ვიდრე ხუთი რა რაც მინდა. კამეჩი რაც მინდა. ელიზაბეთ ლოცავენ ამათ რო ხო, ამით ლოცავ რა. გამაუში ჩაი. წავედით, მოდი შეტევაში არა. მარჯვნიდან დაიწყე. ხო, შემტევო ნახევარმცველები ვინგერებში წავედით. ალბათ მან დეპოლი მოგიწევს მარჯვნივ, იმიტომ რომ არგენტინიდან დეპოლი უნდა და იყოს. იქით ალმანდა. მიდი. დეპოლი. ხო, ნუ უცნაური. რა უქნადე ხა? შემდეგ. ბოლოზე გავაიგე. დემბელე. დეპოლი. იამალი, აი. ნეტუ, მოვიკოჭრეთ, ხო იცი? მესი ხო არ დავაყენოთ არგენტინაში. არა, მესი მანდ არა. 15 არა, 15 წუთის gammo რაც ითამაშა. აი, მესი არა, ხო არ დავაყენოთ. ვინ ჩამოთვალე ყველას ვინ ჩამოთვალე ყველას აჯობა მაგ 15. ნეტუ, საკა და შემდეგ ყავს რაფინია. ნუ რაიანი უნდა გამარჯვებული არ გვეყოლება. დემბელე. რაიანი ჯობია რაფინიას. აი, ხო, რაიანი ჩავსო. დავჭი, აქედან მე მგონია რომ საკას ეკუთვნის 0. ბიჭო, დეპოლს ეკუთვნის 0. საკამის საგოლე გადაცემა გაუკეთა ბელინგებს კარგი. სამი პასი აქვს საკას ამ მექსიკასთან. კაი. 3 პასი აქვს? ხორვატიას. სამი პასი აქვს, ბიჭო. საკას აქვს 3 პასი? არ გადამრიოთ მართლა. კუთხურებსაც საკას სამი პასია, ხალხო, მე მგონი. მე გადავები? საკას სამი პასია. ეგრე მახსოვს. სულ გააკეთა ეს 3 პასი, ვის გაუკეთა? ერთი მექსიკასთან გააკეთა ბელინგემის თავურის დროს. იმიტომ რომ წინა მოდელზე სამი გოლი და სამი ასისტი აქვს, ეგ ვიცი. კაი, მოდი საკამ. აი, მაშინ დეპოლი, კაი, 0. დეპოლი უეჭველი ე, ბოლოს. როდრი ბოდიში. დეპოლი თან ცუდია. ირანის მწვერვალში რო ქულები იწერა. დეპოლი არ არის ამ ტურნირზე კარგი, ფაქტია.
ნეტუ ბიჭო რა ნეტუს ერთი დაუწე. არა, ნეტუ არ იყო ეგეთი ცუდი. დარბის პროსტა. ხო ახლა რაკნას მეტი რაც ამა 4 გუნდში. ნეტუ არ იყო ეგეთი. ახლა ნეტუს სამი კაცი თუ მეტყოდა რამე კაცი ვიცი ვერ და ეს წავედი. მივდივარ და ბოლოს რასაც დავაყენე. საკა მირჩევნია ნეტუს. ამა 4 გუნდში აღმოჩნდა რომ ყველა კაი ფეხბურთელი ეთიცა პორტუგალიაში საკას მართლა სამი საგოლებასია? ნახეთ რა საკას სტატისტიკა სამი საგოლებაში უნდა ქონდეს ეგრე მას. პედრო ნეტუ ბოლოს ანუ ნახეთ რა მე რამდენზე შეიძლება საკას საგოლებასები ძალიან მართლა მაინტერესებს სამის პასად გააკეთე. სამი არ მახსოვს მექსიკასთან მახსოვს მე გვარ ხორვატიასთან გააკეთე კაცი რო ჩატეხა. საკა კაცი მოატყუა კაცო ორჯერ ასე. მაშინ საკა კაცი მოატყუა ვი ნეტო მოატყუა არა, კაცი. კი. სამი პასია. სამი პასია. ხორვატიასთან, პანამასთან და მექსიკასთან. ხო გითხარი გააკეთე. ავიგეთ შეიძლება. პედრო ნეტუს ერთი ქულა მაინც დაუწეროთ. როგორ რაიანს როგორ არ ჯო. აპიფი ვიცავ ბიჭო გიჟი ხარ? აიცავ ხო? კაი პედრო ნეტუს ერთი ქულა დაუწეროთ ეხოწერ არა, მე დაუწერდი რაიანს ერთ ქულას ამ სიაში. არაფერი არ გაუკეთებდი. რაღაც აქნა რაკანა არ გადამრიო. წართმევა და წართმევა შემტევი თავდასხმელი მაგითმა შევაფასო. აუ ნეტუს მაინც რაიან რა გოლი გაიტანა, პასი გააკეთა, არ მახსოვს. ბიჭო ალბათ არა ესე არ არაფერი არ არა, მახსოვს. პასი ჩაითვალა ხო ის მინისიუსი რო იღებს იმ ბოლოს. აუ რაიანი მერჩივნა იმას ნეტუს კაი რა ნეტუ მობაზე აი ეს არაფერს არ ველოდებოდი. პედრო ნეტუზეა არ მეჩვენა მე რაიანი ნეტუს. არ იყო მე პედრო ნეტუ. მე ვიცი ხა ტაფსონა ასე ჩაი მონაცემები რაც აქვს. პორტუგალიას რო მაგალი ქულები დაუწეროს არა, ნანაია ბიჭო. რაიანთან როგორ დაუწეროს მაგალი ქულები? სულ ყველა ერთიან 0 დაუწერეთ. კაი რავი ახ რაიანს თავს არ გავიგიჟე მაგრამ მე უფრო მომეწონა ვიდრე პედრო ნეტუ ქონდა თავისი მომენტები და კაი პედრო ნეტუ, ნახე, რაც შეიძლება სტატისტიკურად უნარი არა რაც აქვს ტიპს. დარბის ხო და მე დარბის და ირბინა მეტი რა ეხა. არ შეუძლია მეტი ეხა. ჩატარა ხა მაგრამ კი მაგრამ რომ მიიტანა მე ამ შენმა რაიანმა რა ხა ვერ გავიგე. ატყუებდა ვის ატყუებდა? ერთი ჩამოგება კარგი რაიანის highlight არ მახსოვს მართლა ამ ტურნირში. პანამასთან თუ ნოტო რაღაცა მახსოვს. ქონდა ერთი highlight მონღოლებთან ეპიზოდი აქვს მეტი არაფერი. ქონდა რაღაც პედრო ნეტუს ახლა ერთ ქულაზე მეც უწერ აი მე დაუწერ პედრო ნეტოს ერთ ქულას. ერთ ქულაზე არის კაცი. რაიანს დაუწერ ორ ქულას. ოჰო საკას დავუწერ არა იამალს ხო არ დავუწერ? იამალს 3. იამალს დაუწერ სამ ქულას. იამალის განაცხადა. იამალს ჯერ ვერ არის და ახლა. დემბელეს დაუწერ ხუთ ქულას. მესი ხუთი. მოათიანო ელემენტები მოათიანო ელემენტი. მესი 5. მესი 0. ოლისეცა ოლისე. არ აუშვოს მესი 5. არ მესი ოლისე 4. მე მგონა საინტერესო ოლისე იქნებოდა ორმო. ოლისე მესი შედარება ბრუნო. აი ვიცი ვისაც აქვს. ფენანდეს ბელინგემი ნული დაუწეროთ ახლა სამი. მესი. ბელინგი, აუ, ბელინგი. მარტივადაა ბელინგემი დავაგებია. ძალიან ნუტირი ერთი მითხარი. მოიც არა მარტივი არაფერი აკეთე. ვინა? რომელსაც ათიანი თამაში. მაინც მოკე. მესი 5, ოლისე 4, ბელინგემი 3, ხო? მე მგონი მარტივად. უეჭვა არა? არა, ბეჭო. ოლისე ბელინგემი შეიძლება გადაცვალო? ხო აი არ ვიცი ბელინგემი ძალიან მაგარია ბელინგემი უფრო ზოგადად. ოლისე რა მაგარი? ოლისე ძალიან მაგარია და მესი ძალიან მაგარია მაგით მაგაზე მესი ხუთიანია. მოდი ჯერ 0 ვინ 1 2 მოდი დავარი ხარ? სად მოდი ხარ? მე ოლისეს არ დავთმობ, ანუ 0 დაუწერე რა ვისაც დასაწერე პაკეტას დაუწერე უკვე. ბრუნო ფერნანდეს დაუწერე ბრუნოს 1 დაუწერე. ბრუნო საშინელება იყო პაკეტაზე. კატასტროფა არა, პაკეტას ცუდი არ იყო პროსტო. იმ ნუ პაკეტა ლოგიკით, დაინგრა. პაკეტაზე ცუდი იყო. ვიტინიას თუ 0 დაუწერეთ პაკეტა არ პედრის თუ 0 დაუწერეთ ბრუნო ფერნანდესაც 0 მართალია, დაუწერეთ მართალია, ბრუნოს აი 0. ხო. თანმიმდევრულები ვიყოთ საჯებს ასაც ხო ჩვენ კი, ვიყოთ ბრუნოს 0-ია. ხო, არა, პაკეტა პაკეტა ერთი. ათიანი თან. აკეთა ვაფშე არ ყოფილა ოლმო ორი. ომო უეჭველი ორი და თომა ოლმოს ცუდია რეალურად ახლა. ოლმო სამი ორი და უნდა გადავწყვეტოთ, ის რა. სამი არის გადასარევი მოიცა, almost პორტუგალიის მაგარი მაჩი ხო. აი იმათ ვერ შეიძლება ოლისე ბელინგემ შორის არ არის. არის. სტატებში არ არის საქმე, არც არაფერში ჩემთვის ფეხბურთს ამ ტურნირზე როგორც თამაშობს ოლისე, არის 4. გავიგე, მანახე ოლისეს რა გავლენაც ოლისეს აქვს ხუთს საფრანგეთის უწერ? ნაკრებში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბელინგემის გავლენა ინგლისის ნაკრებში უფრო დიდია ჩემთვის. მაგაში გეთახმები, იმიტომ რომ ოლისესნაირი ტიპები გარსებობენ და ოლისეს უნდა შეცვლილ. სიგი გითხრა, ჯუდ ბელინგემი ინგლისისთვის ზუსტად იგივე გავლენის ფეხბურთელი, როგორც მესი არგენტინისთვის. ზუსტად რა. აი სადღაც კეინი ყავს. სადღაც მართალია, მანდ. მართალია, ხარ სიგიჟე თქვი ახლა შენ. აი, კეინი ყავს კიდე რა. არა, დაგველოდე და განვავა. ჯუდ ბელინგემი. აი, ხო. ჯუდ ბელინგემი ოლისეზე მნიშვნელოვანი ფიგურაა რა адам. კი თავის გუნდში არა, კი, ოლისეზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ოლისეც აი, ძალიან დავიკერე, მე ხო 4 ჯუდ ბელინგემი, გავიგე. მაიკლ ოლისე 4 შენია. ოლისეს მინუსი იცი რა არის? ოლისეს მინუსი ის არის, გოლი არ აგატანე. მე ვიტყვი რომ ჯუდ ბელინგემს მექსიკასთან რა პერფორმანსი ჰქონდა ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველის გამ სოფლიო ჩემპიონატზე რაც მინახავს გადასარავი პერფორმანსი სასწაული თამაში. ადლობა. სასწაული თამაში. შე აგიყურებია მე ისე იყურები და ვცანო მექსიკასთან აგიყურებია არ შარმიყურებია ხო არ გაგი. ჩაგეძინა ბიჭო ხო? ჩაურთე ეგ თამაშდა რომ ჩაურთე მეგონა 2x-ზე. აუ პოსტი რატო არ დაწერე ბელინგემს? იმიტომ რომ მეძინებოდა. სულ წერდა. არა. დუე ბაინა, მე დუებაინა. ლიაუ, ლეაუ. ალვარესი, ალვარესი მანდ?
ალმადა შეიძლება. ალმადა ჯობია მან, იმიტომ რომ ეგ უფრო თამაშობდა. კი, ალმადა შეიძლება. ალვარესი ხო, აი არგენტინასთან რო ვაიჩეხებით პრობლემას აუთხი. კი, 4-4. დუე ბაენა ლეო ალმადა რასასტავია? გორდონი. ო? და ვინი? ვინისიუს პირველზე? აი, ხუთი ქოლა ვინისიუსი. ვინისიუს ფანტასტიკური მსოფლიო აქვს. სამსაურსია. საშინელი. სამსაურსია. ვინისიუსი ხუთი ქოლა. ვინისიუსი ნაკრებში ასეთი კარგი არასდროს არ ყოფილა. ვინისიუსი 5, გორდონი 4, დუე 3, არ ვიცი. ბაენა 2. გორდონზე მეთანხმები? კი. გორდონზე გეთანხმებ. გორდონი მე არ მევასება, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ამ ტურნირზე ცუდი არ არის. კარგად შემოდის, მაგრამ 4 ეს მომენტი. კი. დუეს 3 მარტო იმიტომ რომ მბაპე ჩაგრავს და მართალია დუე ძალიან ხალხო დუე 3 რა. დუე 3. მე ვაფშე მიშურებდი რომ მბაპე ყოფილიყო აქეთ, მაგრამ და ხაფორვარდად. ეხლა ბაენას ბაენა უკეთესი იყო ვიდრე დანარჩენები ვინც არიან. ბაენა ცუდი არ არის ამ ტურნირზე. თან გავითვალისწინოთ ტიპი ძირითადად ვაფშე უნდა ყოფილიყო. ნული ძალიან კაი მსოფლიო. ლეაო 1. ლეაო რაც ითამაშა ცუდი არ რაც იყო. თამაშა ვიჟობდა მე ბოლოზე ალმადა. ალმადა ჯობდა რა. ალმადა გინტყოფილო გინდა რა. რავი მე ბაენას შევრდიაო თავისი იმ გამწვავებებით და იმ პასით რომელიც გონსალო რამოსა. ბაენაც ვერ ჩაგრავ ბაენა. ბაენამ ეს თვითონ გაიტანა და მუსლერა მაჩუკა ისიც. ლეაოს ორი ქულა დაუწერა. ლეაოს დაუწერა. მართლა რამდენჯერმეაც გამოვიდა, მაგრამ გაამწოვა ძალიან. მე მიყირსო პრომეტი არ ითამაშა. გონსალო რამუს ისეთ მომენტში რავი. ეგეთ პასი. უფრო მეტი როგორ არ თამაშობს გასაგები. ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ბაენას უწევს ნიკო უილიამსი შესვლა და ეს გონია რომ ბაენა. ვიტო გავიგე, მაგრამ ლეაო, ნახე პორტუგალის ნაკრები რამდენიმე თამაში იყო, რომ არაფერს ვერ ეკეთებდა და ლეაო რო გამოვიდა, მაგრად გაამწოვა. ძალიან შეიცვალა გუნდის თამაში. ბაენა არის ბაენა. ბაენა ხო რაც არის ეგა? ესეა და უი ხო ვაფშე არ მახსოვს. აი მაგის კაი ცუდი ადამიანების გამო ბაენას დააკრა. რავი უკადრებელი იქადრა. კი ბატონო. ნუ ვიტყვით ახლა. ცუდი რაღაც გააკეთა. ეხლა ნუ გენას ვიზავთ რა ქვია. იქნებ მოინანია კაცო. მბაპე, ოიარსაბალი, ოიარსაბალი, კრისტიანო რონალდუ, ლაუტარო, ო აი საინტერესო. კეინი, კუნია. ოჰო. ვაუ. ლაუტარო 0. სერიოზული. ლაუტარო 0 ხო რა. კაიფები ის ჩეჩა. ასისტი? კარგი, ავიგე, მაგრამ ბიჭო 5 თამაში 1 ასისტია, ტიპ შეჭემა რაღაცა ერთი გოლი პენალტი. ოიარსაბალი რატო არა, მაგრამ 4 გოლია. რას ლაპარაკო ბიჭო, ოიარსაბალი. მეგობრებო, დავიწყოთ პირველით, იმიტომ რომ ბოლოს მეტრიკი არ გქონდა, დუბლი ქონდა. მოიცა ჰარი კეინი არის. ახალ ხო? ჰარი კეინი თუ მბაპე? არა, აი არ ვიცი. არ ვიცი. ბაპე უეჭველი პირველია. ბაპე პირველია, აი კეინია მეორე. მეორე არის კეინი. ხო. ბატონო. 5 მბაპე, რა თქმა უნდა და 4 კეინს. 4 კეინი. აქ ზემოდან 4 კეინი, კი და 0 ლაუტარო. 3 ოიარსაბალი. ლაპარაკო 0-ია ლაუტარო ბიჭო. აი მივალთ მაგა. მოიცა. 3 ოიარსაბალი, აუ არ ვიცი რა. რონალდუ, ლაუტარო, კუნი. კუნია 2. მაგრამ ტატო, კი, ამათში 0-ია. ამათში 0-ია. ხო, მაგაში ვამბობ ამბა ჩაი, ხა. საშინელება, ამათში ვიცოდი რა ამ კითხვას დავისვა. ჩაიშეთ შვიდა 0. ჩემთვის ლაუტარო 0 არ არის და ხო ის არის. არც კუნი არ არის? ხო ის აბა, არის. ვინ არის? ვინ არის ჩაი შენთვის 0? 0 ვინ არის ჩაიშეთვის? მეგონია რომ რა გაგიკეთებია რომ მასზე ფიქრობ რომ ვინ 0-ია? არის 0? ხო, ჩემი აზრით 0 არის ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც მომენტში საკუთარ ნაკრებს გონია რომ გადააყოლა ის რომ მე ასეთი მაგარი ფეხბურთელი ვარო და ეს გუნდი რო ვერ თამაშობ შემადგენლობასაც რო ვთვლით სტილისტურად და ტაქტიკურად ამ კაცის დამსახურება იყო რატომაც ვერ ითვლი. ჩემს დეკაცია რობერტო მარტინესი. ხო, ეს არის ჩემი პირველ რიგში. კრისტიანო რონალდუ და უბრალოდ რობერტო მარტინესი ვერ ახტება ეგეთი არსებობს ხდება. გავლენას და ძალას რა. ერთადერთი ფაქტორი, რატომაც რობერტო მარტინესი ვერ იღებს იმ გადაწყვეტილებას და ვერ თამაშობენ იმ ფეხბურთს და ბრუნო არ დგას რუიანს და 10. არის რონალდო? კი, არის კრისტიანო რონალდო, რომელიც 2022 წელს ჩაგდებული მსოფლიოთი, 2024 წელს ჩაგდებული ევროთი, ახლა 2026 წელსაც ისევ არის პორტუგალია, რომელსაც ოქროს რაობა ყავს, მართლა და უნდა თამაშობდეს ფეხბურთს და მენდეში გამორბის და 60 მეტრიან დრიბლინგს აკეთებს და მოაკ ბურთამდე და ანუ კარამდე მოაქვს ბურთი და გოლი უნდა გაიტანო, მან არსებობს ერთი პრობლემა, რომელსაც იმას კი არ პრობლემა. მე ბატონი დავითის როლი უნდა შევასრულო ახლა და არ გეთანხმები, უნდა ვთქვა. იმიტომ რომ არ მე არ მგონია რომ რონალდოს ბრალი იყოს ეს ყველაფერი რაც მოხდა ამ პორტუგალიის ნაკრების თავს მართლა. არც ფულად არ მგონია. მე მგონია საერთოდ კრისტიანო რონალდო. მე safe choice-ები თუ არა. კრისტიანოს პრობლემა რა თქმა უნდა არის. იგივე გითხარ. კრისტიანოს აქვს თავისი პრობლემები რა თქმა უნდა და ბუნებრივია რომ რაღაც მომენტში მგონია რომ ვერ შეაფასა ბოლომდე კარგად საკუთარი შესაძლებლობები. ოღონდ ის რაც პორტუგალიის ნაკრების თავს ხდება ეხლაც და რაც მოხდა და ბოლო წლებში შეწყდებოდა, პირველ რიგში არის მარტინესის ბრალი და მგონია ასე რომ არის სხვა ფეხბურთელების ბრალიც, იმიტომ რომ მე მგონია, რომ კრისტიანო რონალდო როგორ ფორმაში არ უნდა იყოს, როგორც ამა თამაშობდეს, სულ 80 წლის გამოვიდეს და თქვას რომ მე
პორტუგალიის ნაკრებში უნდა იყოს სანამ ცოცხალი ვარო, ამათ უნდა თქვა რომ კი კრისტიანო მოდი იყავ. ტრაგზე უნდა ყოფნიდეს ყველა ფეხბურთელი პორტუგალიის ნაკრების საერთოდ მაგ ტიპს, რომ მართლა რუკაზე დააბრუნა ექვეყანა და ბაზარი არა. არ არის ჩემი არა ხე? ნახე, თუ კრისტიანო, თუ ჯერ ერთი კრისტიანოს ნაცვლად ვინ ითამაშებდა? გონსალო რამოში არ არის ფეხბურთელი, რომ თქვა რომ აუფ ეს როგორ დაიჩაგრაო. მაგრამ აი ჯოკერია. არა, გონსალო რამოშმა რომ სადოს არა, გავიგე. სადა ერთხელ ჰეტრიკის შეასრულა ეს არის. და გადააყოლეს მერე სანტუს ხორვატიასთან ხوار გაიტანა კიდე. საუკეთესო გოლი ხوار გაიტანა. ბატონო, მერე ნახე, კრისტიანოს დაანებე, თავი მიდი მარტინესთან. მარტინეს რატო არ ყოფნის კვერცხები? ხო და ეგ გავლე, ნახე, რატო ნახე, მერე უცებ გამოვა კრისტიანო რონალდო და ნელმა იმ სახეს, რომელიც არის უთლიანად გუნდს. ბატონო, მე იმას ვამბობ, რომ კრისტიანო უნდა იყოს პორტუგალიის ნაკრებში, სანამ ეგ ტიპი ამბობს, რომ უნდა იყოს, ჩემი აზრით, მაგრამ დანარჩენი უკვე გუნდში მოსაგვარებელი არის მწნელის. უნდა ითამაშოს, როგორ ითამაშოს. მწნელის გასაკეთებელია, რა თქმა მე უნდა. მაგალითად გონია რომ ბოლო თამაში უფრო ადრე უნდა შეიცვალოთ. ან სკამზე უნდა ყოფილიყო და ის შემოსულა. შეიძლება, კი, მაგრამ ეგ უნდა გააკეთოს მწნელმა. იმიტომ რომ ლუკაკუს აქვს ძალიან როლი ბელგიის ნაკრებში. კრისტიანოს თავი პრობლემა ისაა, რომ ვერ შეაფასა ჩემი აზრით ბოლომდე საკუთარი უნარები აი ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მას უნდოდა ძალიან, რა თქმა უნდა, დახმარებოდა თავის ქვეყანას და ნაკრებს, მაგრამ ეგონა რომ ეს იმაზე უკეთ გამოუვიდა და ვიდრე რეალურად გამოუვიდა. მართალი. სამწუხაროდ. და ეგ ვერ დაინახა მარტინესმა. შეიძლება ძალიან კარგად დაინახა, მაგრამ არ იყო კვერცხები. ვერ გაუბედა. ხო და ეს ნიშნავს, ანუ პრობლემა მან ვინ გამოდის? წნელი? წნელიც და არა, ხო, ორი მხარეა, ორი პოლარიზებული მხარეა და არა, ეგეთ სიტუაციაში ჩემთვის ყოველთვის დამნაშავე არის წნელი ეგეთ სიტუაციაში. წნელი მაგას თუ იზამდა გააგდებ. ანუ არ ეხაც გააგდეს, ამის შემოვა. ისეც გააგდებ. გავიდნენ თუ არა, მაგრამ საშინელ ტოქსიკური გარემო რო შეიქმნა. ორს ვის უწერ? რონალდოს. ორს უწერ რონალდოს? და ერთს გუნიას უწერ. და მარტინეს უწერ 0-ს. მე ლაუტაროს ვერ უწერ. ლაუტარო ნულია. მარტინესი რონალდუზე ცუდია ამ სოფლიოზე, მაგის თვალიდან მართლა. მე არა. რონალდო ნახე. მე კუნიაზე უკეთეს გონია ლაუტარო. მეც კუნიაზე არა. ლაუტაროს 0-ს როგორ უწევს? ლაუტაროს 0-ს რო გავა. კუნია რა გინდა გოლები შეყარა რა. და კარგად ითამაშა. კაი რა. აი, რამდენი გაიტანა? 3 ლაუტარო შეაგდო. იმედი გაცილება. კუნიამ 3 შეაგდო. ლაუტარო არა, ჰა? კუნიამ 3 შეაგდო. ვისთან? მაგას ამბობ. შოვა აი პროექტი. ჰაიტისთან შეიძლება. ესე იგი თქვენ კუნია 1 ლაუტარო 0 რონალდო 2 ეთახმები თუ არ ეთახმები? მე მე ლაუტაროს ბოლზე არ ვეთანხმები. მე ვეთანხმები. ალვარეს არ ქონია. ჩემთვის ლაუტარო ცუდია არის ძალიან ჯერჯერობით. ერთს მაინც დაუწერდი მე ლაუტაროს. 0-ია, კუნია 1-ია. მე ვიცი ვისაც უწერ 0-ს. რაღაც დონეზე გეთანხმები კაცო იმაში რომ თვითონ ვერ შეაფასა შეიძლება რაღაცეები, მაგრამ ის რომ კრისტიანო კარგად კრისტიანო ცუდად თამაშობს რაღაც დონეზე, ეგ არის გუნდის ბრალიც. იმიტომ რომ ეგ ეგეთ ფეხბურთელი ხარ ბოლო 10 წელია ცენტრფორვარდია ტიპია. ცენტრალური თავდასხმა ბოლო 10 წელი იყო ხო მინიმუმ ხო არის ცენტრფორვარდი და 31 წლის მერე. ცენტრფორვარდი როცა პასვერი იღებს და საგოლე მომენტს ვერ ქმნის, თქვათ ხო? არის თანაგუნდელების ბრალია, რომელიც ბუც ვერ აწვდიან იმას იქ. თორე კროსი, კაზემირო, მოდრიჩი ვეყავდა უკან და ბეილი იქით და ბაკეთ ბენზემა ძალიან ბევრი მომენტს ქმნიდა რა ძალიან გოლს იტანდა. გასაგებია რომ ეხა ისეთივე ვეღარ არის, მაგრამ ეგეთი ცუდიც არ არის თქო, როგორც ბევრი შეიძლება ეგონოს, იმიტომ რომ ვერ დაეხმარნენ ბრუნო ფერნანდეში რომ ეგეთ კატასტროფა იქნება და ვიტინი ეგეთ კატასტროფა რო იქნება, რაკრას რონალდომ, რა უნდა გააკეთოს. მეგობრებო, ქულებმა ძალიან კარგად ასახა ძალები და გამოვყვეთ ბოლოდან პირველისკენ. ბოლო ადგილზე გაგიკვირდებათ და მერვე ფინალში გამოვარდნილი ბრაზილია გავიდა. ბოლოს წინა ადგილზე გაგიკვირდებათ და მერვე ფინალში გამოვარდნილი პორტუგალია გავიდა. მეოთხე ადგილზე არის არგენტინა, რომელიც არ ვიცით როდის რაც მე მგონი ლოგიკურია, იმიტომ რომ 4 დარჩენილ გრანდ ფავორიტ შორის არგენტინა ალბათ ბოლოა. პერფორმანსით ალბათ ბოლოა. ყველა ინგლისი ბოლო არის. ინგლისი არის მესამეზე. აჰა. და ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო ესპანეთსა და საფრანგეთს შორის და მე არ ვიცი ვინ მოიგო მართლა. ბოლოს მაინც გადაძალა საფრანგეთმა, კი, ესპანელ მცველებს ჩვენ მაღალი ქულები დაუწერეთ, მაგრამ საფრანგეთი მაინც სტაბილურად მიდიოდა რა, ბოლოსში არ იყო. მე კარგად ვიმუშაობ. ძალიან. კი. ლოგიკურად დაიწყო. და მადლობა კატობაცი. ლოგიკურად დაიწყო. საფრანგეთი თავი ფავორიტია, ესპანეთი მეორე, ინგლისი მესამე, არგენტინა მეოთხე, ალბათ ეგრეა. ძალიან ლოგიკურად დაუწერეთ. ჰა? შოუ. შოუ რომელსაც სახელი არა. ეს ძალიან დიდი მადლობა. დაგოს ჩაის წვები ხარ. სოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ იქნება ორი ვიდეო და დაგვიწყდეთ და სადღაც ფინალამდე, სოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე. ფინალამდე რა თქმა უნდა, დატოსაც დავაბრუნებთ, იმიტომ რომ ჩვენ წყდებთან ახლოს. ორ ვიდეოში უნდა დამაბრუნდო შეჩემა. მოეწოველი ორ ვიდეოში უნდა დავაბრუნოთ. კვენტა კი არ მუშაობ. მაგრამ ერთად აკუ ხალხმა რატო არ უნდა გამოიწეროს ეს არხი რა? ხალხმა რატო არ უნდა გამოიწეროს ეს არხი უცხარი? ბიჭო, არ ვიცი რატო არ არის მაგის მიზეზი, არ არსებობს. არ ვიცი რატო. ხო, რავი, ანუ გააკლიკეთ და გამოიწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ტაფსონას გაუზავროთ მოტივაცია ჩვენ ისეც მოტივირებულები ვართ მე.
აბა ეხა ეი, რა უსინდისო არის? რა დამსვენამ რომ აღარ იცო წუნოს, ამიტომაც გეხვეწებით გამოიწერეთ აღლითობას არ აღვეთ. მადლობა. Coca-Cola-ს და Coca-Cola-ს. 18 ივლისამდე თქვენ გაქვთ შანსი რომ მოიგოთ Kia EV6 და კიდევ სხვა პრიზები არა Coca-Cola-ს. მხოლოდ, კიდევ ძალიან თავსახური, QR კოდი, Coca-Cola Reward Georgia-ს გადმოწერა, აპლიკაციაში მე ამ 10 ნიშნა კოდი შეყვანა და ერთი ბილეთი უდრის ერთ 10 ნიშნა კოდი. ერთი კოლა უდრის ერთ ბილეთს და შანს